მოგესალმებით ეთერშია დასვეტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ადამიანებს სპეცრაზმი დაარბევს თუ სადამსჯელო რაზმები პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოსია. ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარონიანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით საქმე გვაქვს ძალადობის ორკესტრირებასთან, როდესაც სხვადასხვა აქტორი თავისი როლით არის ჩართული. ესენია კერძო დაჯგუფებები, მედია, სახელმწიფო ინსტიტუტები. საქართველოში 2024 წლიდან ადამიანების დაშინების, დევნისა და სისტემური წამების პარალელურად ასევე კანონმდებლობით უფლებრივი სივრცის მიზანმიმართული შევიწროებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობის ფონზე სადამსჯელო რაზმების შექმნა განსაკუთრებით საგანგაშოა, განაცხადა ონიანმა. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით ჩინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თაღლითობისთვის ნასამართლებმა ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ თითქოს და საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად მოიძიებდა მობილურ ტელეფონებს და მათი რეალიზაციის შემდგომ მოგებას თანაბრად გაანაწილებდნენ დაზარალებულს 45,360 ლარი მოტყუებით ჩაარიცხინა და მიისაკუთრა. პროკურატურის ცნობით დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მესამე ნაწილის B და G ქვე პუნქტებით წარადგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. აღნიშნულია ინფორმაციაში. ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეს რეაქცია ნათლად მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ საქართველოს გადარჩენა იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ბიძინა ივანიშვილის გარეშე შესაძლებელი. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომელშიც საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო შეშფოთებაა გამოთქმული. მისივე თქმით, ამერიკა არ ალაგებს ურთიერთობებს იმ რეჟიმებთან, რომლებიც ჟურნალისტებს აკავებენ გამოხატვის თავისუფლების გამო. საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობენ და ქვეყანას აქცევენ იზოლაციაში. ცნობისთვის, როგორც აშშ-ის საელჩოში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, ისინი მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურასა და იმ შეზღუდვა კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად. ამის შესახებ განცხადება საელჩომ ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავების კონტექსტში დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებითი დამყარებული დუმილი, ნათქვამია განცხადებაში. ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას. ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომელსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს და აღნიშნულია, რომ შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. მისივე თქმით, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ბილწ სიტყვაობა გახდეს ჩვენ საზოგადოებაზე ზემოქმედების, მისი დაშლის, დათრგუნვისა და დემორალიზაციის იარაღი. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცას ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერები, მაგრამ ყოველთვის ვიქნებით ბილწ სიტყვაობის წინააღმდეგნი. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას, რადგან ჩვენთან მედია თავისუფლება საკმაოდ განვითარებული და დაცულია. დღევანდელ ამერიკის ვითარებასთან დაკავშირებით შეიძლება ბევრი საინტერესო პარალელიც კი გავავლოთ, რადგან ჩვენ ამერიკასთან სრულიად სხვა პოზიტიური დღის წესრიგის განვითარება გვსურს, განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამ თვალსაზრისით ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას, გლობალურ მშვიდობიანზე სახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სწრაფად ცვალებად სამყაროში მშვიდობა და სტაბილურობა რჩება მნიშვნელოვან ფასეულობად. ბატონო ელჩო, საქართველოში თქვენი დიპლომატიური მისიის ვადის მიწურულს საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ გულწრფელ მადლიერებას თქვენი პროფესიონალიზმის, თავდადების, მეგობრობის და ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებისადმი თქვენი ურღევი ერთგულებისთვის. თქვენ ჩინეთის სახალხო განმანთავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 99 წლის თავს აღნიშნავთ და დღევანდელი საღამო იძლევა შესაძლებლობას აღნიშნოთ თავდაცვის ძალების როლი და მნიშვნელობა ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თუ ჩვენ შევალთ ევროკავშირში იმ ფორმით, რომელსაც დღეს გვთავაზობენ, სუვერენიტეტის დაცვა ნამდვილად აღარ დაგვჭირდება, იმიტომ რომ სუვერენიტეტი აღარ გვექნება. რეალურად ბრიუსელი გვეუბნება შენი წინაპრის ილია ჭავჭავაძის სამი ჰიპოსტასი, მამული ენა სარწმუნოება დაივიწყეო. ამის შესახებ ხალხის ძალის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სუვერენიტეტი ბრიუსელს უნდა ჩავაბაროთ და ისე შევიდეთ ევროკავშირში. მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება თავის სუვერენიტეტს იცავს ისე, როგორც ყველა ნორმალური და მოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში. არამედ მთავარი კითხვაა, რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ამჟამად ვითარება საკმაოდ სერიოზულია. რუსეთის წინააღმდეგ პრაქტიკულად მთელი დასავლური სამყარო გაერთიანდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ახლა, როდესაც დასავლეთის წარმომადგენლები კვლავ საუბრობენ სტრატეგიულ დამარცხებაზე და აქტიურად უჭერენ მხარს ჩვენს იმ რელოკანტებს, რომლებიც ევროპაში სხვადასხვა ანტირუსულ ორგანიზაციას ქმნიან და თანხებს აგროვებენ რუსეთის ფედერაციის დაშლის მიზნით, იატაკქვეშა ბრძოლის გასაგრძელებლად ამას უკვე საერთოდ აღარ მალავენ. აღნიშნა ლავროვმა. მისი მტკიცებით, რუსეთის ცენტრალური ტელეარხები აჩვენებენ ყველაფერს, რასაც დასავლეთი გეგმავს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა ვნახოს, რათა გაიგონ, რამდენად სერიოზულია ვითარება. პრეზიდენტიც არ მალავს ამას. ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდა მთელი ეგრეთ წოდებული ცივილიზებული სამყარო, როგორც ამას საკუთარ თავს უწოდებენ. აღნიშნა ლავროვმა. ამჟამად რუსეთის მიერ ნატოზე პირდაპირ სამხედრო თავდასხმა შეუძლებელია. ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა რაიბის მელნისმა განაცხადა. მისი განცხადებით, მსგავსი დასკვნები მხოლოდ საზოგადოების დასამშვიდებლად არ კეთდება. მისი თქმით, ფართომასშტაბიანი ოპერაციისთვის რუსეთს უკრაინიდან სამხედრო ძალების ბალტიისპირეთის ქვეყნებთან გადაყვანა მოუწევს, რასაც ნატო წინასწარ შეამჩნევს. რუსეთი უკრაინაშია გაჭედილი. უკრაინა წარმატებით ახორციელებს სამხედრო ოპერაციებს. ანადგურებს რუსეთის ლოგისტიკას და ზურგში მდებარე სამიზნეებს ურტყამს, რაც რუსეთს შემდგომი შეტევის განხორციელებაში ხელს უშლის. განაცხადა რაიბის მელნისმა. თეირანმა არ მიიღო ომანის წინადადება ჰორმუზის სრუტის ერთობლივი რეგიონული მართვის შესახებ. ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა როიტერს განაცხადა. აშშ და საუდის არაბეთი ცდილობენ ომანზე ზეწოლას, რათა მან სტრატეგიულ სრუტესთან დაკავშირებით მათი არარეალისტური გეგმები განახორციელოს. ომანთან 50-50-ზე ერთობლივი კონტროლის შეთანხმება ირანის ინტერესებს არ ემსახურება, თუმცა თეირანი ომანს ღირებულ მეზობლად მიიჩნევს. განაცხადა ოფიციალურმა პირმა. მისი თქმით, ირანი მოითხოვს სრუტეში შემავალი მთელი საზღვაო მარშრუტი და გამავალი მარშრუტის ნაწილი ირანის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. გეგმა გემებიდან ნებაყოფლობითი მოსაკრებლების აკრეფას ითვალისწინებს. ომანის წინადადების თანახმად ჰორმუზის სრუტეზე ირანს ერთპიროვნული კონტროლი არ ექნება, ხოლო გემებისთვის დაწესებული გადასახადები ნებაყოფლობითი იქნება. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.